ხალხონთია მოდი დავიწყოთ 9 აპრილით. ეს თარიღი შესული არის საქართველოს ისტორიაში. თქვენთვის როგორი არის 9 აპრილი? 9 აპრილი რასაკვირველია ძალიან დიდი მწუხარებით და ამავდროულად სიხარულით სავსე დღეა 99 წელს და 91 წელს 1991 წელს უკავშირდება ეს ორი აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული განცდები, რაც თითოეულ ქართველს ჩვენი ქვეყნის შვილს აქვს ხოლმე ამ დღესთან დაკავშირებით და მით უმეტეს ყოველი წლის 9 აპრილი, როდესაც დგება. ჩემთვის იმ ადამიანისთვის, რომელიც მოზარდი იყო 99 წლის 9 აპრილს 14 წლის გახლდით და ძალიან განვიცადეთ მე და ჩემი თაობის გოგოებმა, ასე ვიტყოდი. Აი ეს 16 წლის გოგოები, ბაშალეიშვილი, ჭოველიძე, ბეჟანიშვილი, რომლებმაც ჩვენს ასაკში პრაქტიკულად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავიანთი სისხლი გაიღეს. ისინი დღეს დასრული ქალები იქნებოდნენ, ეყოლებოდა ჩვილები და გაზრდიდნენ ვაშკაც ახალგაზრდა თაობას თავის მხრივ. მათ ეს ვერ შეძლეს, ამიტომ მათ და კიდევ ათეულობით მოკლულს რუსთაველის გამზირზე, რუსული ნიჩბის ქვეშ ჩვენ დღესაც პატივს მივაგებთ და გადავცემთ, რაც მთავარია ჩვენ შვილებს მათი დიდი ღვაწლის შესახებ, იმიტომ რომ ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაწეული ძალიან დიდი ღვაწლი. შემდეგ იყო დამოუკიდებლობის აღდგენის და გამოცხადების მის შესახებ გამოცხადების დღე 1991 წლის 9 აპრილს და რასაკვირველია ეს დღე კიდევ უფრო აღმაფრთოვანებელია არაერთი ჩვენგანისთვის ვინაიდან მაშინ ვიგებდით ბევრ რამეს ვინაიდან ჩვენ მაინც საბჭოთა სკოლებში გაზრდილი თაობა ვიყავით და არავინ გვიხსნიდა დეტალურად თუ რატომ ვიყავით საბჭოთა კავშირში პირიქით გვიხსნიდნენ რომ ეს თითქოს იყო კარგი და 1918-1921 წლების პირველი რესპუბლიკის შესახებ და დაკარგული დამოუკიდებლობის იუნკრების და რუსული საბჭოთა ჯარის მიერ ჩვენი ოკუპაციის შესახებ რასაკვირველია იმ დროინდელ სკოლებში ბევრი არაფერი ისწავლებოდა. ამიტომ მოკლედ რომ გიპასუხოთ შემაჯამებლად ეს არის მწუხარების დღე, მაგრამ გამოღვიძების დღეც, იმიტომ რომ ჩვენ 90-იან წლებში მთელმა ერმა პატარა ასაკის ადამიანებმა, როგორებიც ჩვენ მაშინ ვიყავით, ხანდაზმულ ადამიანებთან ერთად ყველამ ერთად იზეიმეთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.